აი მეგობრებო, ახლა ვართ სოფელ როცელარში და ეს არის მოყვარულთა გუნდი, სოფლის მოყვარულთა გუნდი. ახალგაზრდობა, ძველგაზრდობა რა არის, ყველანაირი ხალხი, ასაკის ხალხი ახლა აქ. და ამ სოფელს ეს მოყვარულთა გუნდია, მოყვარულთა გუნდს რეგიონალური ჩემპიონატია არა მთლიანად ბელგიაში. ყველა რეგიონში არსებობს მოყვარულთა გუნდი და თავის რეგიონში თამაშობენ ჩვეულებრივად. ახლა ნახეთ ერთ მოყვარულთა გუნდის იგია სავარჯიშო და სათამაშო მოედანი. რა თქმა უნდა თავის ბარით, თავის გასახდელია უკან და დუშია აქვს და ყველაფერი აქვს რა, რაც კი გუნდს ჭირდება, აგერ პატარა საყურებელი ისიც აქვს მაყურებლებისთვის. განათებას უყურებთ ახლა როგორი განათებულია. რა ვიცი გონია ტორპედო არ იყო ასე განათებული. ხო, ყველაზე მთავარი რაცა ახლა აქ. ბელგიელებს ფეხბურთი უყვართ და ჩვენი ფულიანი ადამიანებიდან განსხვავებით, რომელიც თავსდებენ რომ ფეხბურთი უყვართ, ისინი აფინანსებენ ამ გუნდებს. ამ სოფელს კიდევ ერთხელ ვამბობ, თავისი გუნდიც ყავს, რომელიც ლიგებში თამაშობენ, თქვა მე-4 ლიგაში, მე-2 ლიგაში თამაშობს. და ყველა ამ გუნდს ყავს, არ ფინანსებს სახელმწიფო, არამედ აფინანსებს ის ბიზნესი, რაც ამ სოფელშია განლაგებული. აფინანსებენ ისინი და რავი, აღა ჩაცმა, დაღურვა, ეს ყველაფერი, აღა ამას ხო შენახვა უნდა, დენის ხარჯია, წყლის ხარჯია, რავი, ყველაფრის ხარჯია, მწვნელის ხარჯია. ამგეს რა თქმა უნდა ხელფასი არ აქვს, მაგრამ გატანილზე 100 ევროს აძლევენ გატანილ ბურთზე. ხელფასი არ აქვს, რამე თუ მოყვარულები არიან. იქეთ რომ ლიგებში თამაშობენ, იმას ყველას ხელფასი აქვს, რა თქმა უნდა. და ფინანსდება აი ბიზნესმენებიდან, იმიდან, ვინც ამ სოფელში არის და ბიზნესი აქვს, ფულშოულობენ და მოყვარული არიან ფეხბურთის ჩვენგან განსხვავებით და თან არ ფინანსდება ერთი კაციდან. რამდენიმე ბარი აფინანსებს, მე როგორაც ვიცი ახლა ამ სოფლის გუნდს და ერთ-ერთი საწარმოა კიდო ის აფინანსებს, ასევე სხვა და ის ბარი ამას რო აფინანსებს, ის ლიგაში მოთამაშეებს ვერ დააფინანსებს. რა ვიცი, ახლა ამ ახალგაზრდებს ახლა წამალი უნდა, პლანი უნდა ახლა ამგეს. და იქნება აქ მაღალი პროცენტი ნარკომანიის. არ ვიცი რა, და რო ვებძვით ნარკომანიას სხვათი რითი უნდა ებრძოლო თუ არა იმით, რომ ახალგაზრდობა ბიბლიოთეკით, წიგნით, მუსიკით, სპორტით იყვნენ დაკავებულები და პერსპექტივას ნახულობდნენ. აი აქ შეიძლება იმნაირი ბავშვიც გამოჩნდეს, რომელსაც შეხედავენ და მოკიდებენ წაიყვანებენ ლიგაში. თუ არა და აი ჰობი აქვს რა, უყვარს ფეხბურთი, მოდის და წამლის მაგივრად თამაშობს ერთობა. მაგერ მე რო დაამთავრებენ, ალბათ მეც მომიწევს. არ ვიცი, მე მგონია კი, აგერ ბარი არის ჩვეულებრივად და ლუდის დალევა უყვარს სხვათა შორის ბელგიაში სპორტსმენები ძალიან ბევრ ლუდს სვამენ, ახლა დაამთავრებენ ვარჯიში, გინდა თამაში, შიგნით შედიან და დავაი მიდის ლუდისმა. მაგრამ არა წამალი, არა პლანი და არა ნარკოტიკი. აი ასე არეგულირებენ მოწინავე ქვეყნებში და ევროპულ ქვეყნებში ის რომ ახალგაზრდობის დიდი პროცენტი იყოს ასე დაკავებული და არ იყვნენ ნარკომანები და არ ქონდეთ მიდრეკილება ნარკომანიისკენ. აი ესაა ევროპა. ეს გვინდა ჩვენ, თუ გვინდა გადარჩეს ჩვენი შვილები და მომავალი თაობა. მადლობთ ყურადღებისათვის.